თბილისში ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის მე-9 საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. სწორედ საქართველოს დედაქალაქში შეიკრიბნენ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები. 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისში პირველი შეხვედრა გაიმართა ინსულტის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით. მას შემდეგ კონფერენციის მასშტაბი გაიზარდა. უფრო მრავალფეროვანი გახდა თემატიკა და გაიზარდა აქ ნათქვამი სიტყვების საერთაშორისო გავლენაც. ამ წლების განმავლობაში თბილისში გამართულ შეხვედრებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა არაერთმა უმაღლესი კლასის პროფესიონალმა გაუზიარა თავისი ცოდნა და გამოცდილება საქართველოს დედაქალაქში შეკრებილ კოლეგებს. ინსულტი ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადება, ძალიან მაღალი სიკვდილობით და ძალიან მაღალი ფუნქციური უნარშეზღუდულობით. შესაბამისად, ეს არა მხოლოდ სამედიცინო პრობლემა, არამედ ჯანდაცვითი და თუ შეიძლება ითქვას სოციალურ-ეკონომიკური პრობლემაც, ვინაიდან მას აქვს უზარმაზარი ტვირთი საზოგადოებაზე. ამიტომაც ჩვენ განვიხილავთ პრაქტიკულად ყველა ასპექტს, დაწყებული ეპიდემიოლოგიიდან, დიაგნოსტიკა, პრევენცია, მკურნალობა, მწვავე მკურნალობა, შემდგომ მეორადი პრევენცია, ანუ რეაბილიტაცია, ანუ არ რჩება არც ერთი საკითხი ინსულტის გარშემო, რომელიც არ არის განხილული ჩვენს კონფერენციაზე. უკვე 25 წელიწადია სტარტდება ეს კონფერენცია, უკვე მე-9 არის და მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქვეყანაში ინსულტის მკურნალობის და პრევენციის განვითარებაზე. რა, ანუ ახლა ჩემ თვალწინ მოხდა ეს პირველიდანვე ვესწრები ამ იმას და ვხედავ რამხელა პროგრესია რა და ერთ-ერთი დიდი დამსახურება აი ამათ კონფერენციის მონაწილეებსაც მიუძღვით. ნუ ესე მსოფლიო ლიდერები არიან რა ამ დარგში ახლა რომ წარმოვიდგინოთ მართლა მსოფლიო ნაკრებია რა ისეთი ის არის რა წარმომადგენლობაა და ნუ აი უახლეს ინფორმაციებს გადამუშავებულს ვცდილობთ რომ მივაწოდოთ. უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას რომ ინსულტი ძალიან დიდი პრობლემაა. გლობალური პრობლემა შეიძლება ითქვას პანდემია, ისე როგორც იყო კოვიდი, რომელმაც მთელ მსოფლიოში დიდი ზიანი გამოიწვია. ინსულტი გლობალურად სიკვდილიანობის მეორე მთავარი მიზეზია. თუ დავაკვირდებით ინსულტის გავრცელებას, შემთხვევების დაახლოებით 99% დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებზე მოდის. საქართველო კი სწორედ საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების კატეგორიაშია და აქ ინსულტის თვითი ძალიან მაღალია. ეს სავარაუდოდ ჰიპერტენზიის მაღალ მაჩვენებელს, ასევე მოწევას და ბევრ სხვა ფაქტორს უკავშირდება. სწორედ ამიტომ ამგვარი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ როგორც ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობის დანერგვაა, რაც ტრენინგებსა და შესაძლებლობების გაძლიერებას მოიცავს. ამ კონფერენციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოსთვის, ისე მეზობელი ქვეყნებისთვისაც. როგორ შეუძლიათ მათ ინსულტის მკურნალობის არსებული სისტემისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და პაციენტების სათანადო მკურნალობის უზრუნველყოფა. ნებისმიერი საგანმანათლებლო აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ექიმებისა და მკვლევრებისთვის. სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც 25 წლის წინ ამ კონფერენციის ორგანიზება გადავწყვეტეთ. დღეს ძალიან სასიამოვნო შეხვედრა გვაქვს. როგორც იცით, აქ არიან ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან, ევროპიდან, შეერთებული შტატებიდან, კანადიდან. ისინი დამსწრეებს, განახლებულ მასალებს, კლინიკურ გაიდლაინებსა და რეკომენდაციებს გაუზიარებენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მართონ სხვადასხვა ტიპის ინსულტის მქონე პაციენტები. მთლიანად მედიცინაზე, მათ შორის ნევროლოგიის განვითარება წარმოუდგენელია უახლესი ინფორმაციის გაცვლის, თანამედროვე კვლევების შედეგების გაცნობის, იმ ექსპერტიზის და ექსპერტული ცოდნის გაცვლის გარეშე, რომელიც რომელსაც დღეს ჩვენ აქ ხდება. ძალიან სასიამოვნოა ასევე რომ აქ არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა ექიმი ნევროლოგი ესწრება და იღებენ არაჩვეულებრივ ცოდნას და გამოცდილებას ესეთი სახის კონფერენციებიდან.